ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გასული წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული ვითარება შეაფასა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ცალკეული მიმართულებით ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ რჩება კონკრეტული გამოწვევები. მათი თქმით, პრობლემებია ქალებისა და უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით. მონიტორინგში ასევე საუბარია საჯელასრულების დაწესებულებებში პატიმართა მდგომარეობის შესახებ. საიას განცხადებით, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ხშირად არაეფექტურია. არ არის გამოძიებული სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევები და გადაცდომები. ანგარიშში ადამიანების შრომითი უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზეც არის ლაპარაკი. პატიმრები საჯელასრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ უფლებამოსილების გადამეტებაზე და დარღვევებზე საუბრობენ, რასაც სამწუხაროდ არც ერთ შემთხვევაში სათანადო რეაგირება არ მოყოლია. ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად პროკურატურის როლი ამ შემთხვევაში და ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ თავად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აუცილებელია შეიქმნას ეფექტური მექანიზმი. ეს თავად სახელმწიფომაც აღიარავდა, ეს გათვალისწინებულია როგორც სამოქმედო გეგმაში, ასევე ჰამერბერგის შეფასებაში და ანგარიშში იყო ამაზე მითითება.